წყვილებაა ესეთი. აი ხო, ამიტომ ფუნქციონალური უტილიტარიზმი, აი ეს შეგიძლიათ მოინიშნოთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი თვისება, უნარი. ეს არის ნახენ სულს მე ვარ ონტოფსიქოლოგიის მიმდევარი და ონტოფსიქოლოგიაში არსებობს სული როგორც ონტო ინსე ესე დაახასიათა ონტოფსიქოლოგიამ როგორც ანუ ის რაც არის საკუთარ თავში ესე ითარგმნება ონტო ინსე ონტოლოგია ან ყოფიერი ინსე არის მის თავში ონტო არის ის რაც არის ონტო ნიშნავს ის რაც არის შესაბამისად ონტო ინსე ხასიათდება 15 კოორდინატით ერთ-ერთი კოორდინატი ინფორმაციული ჩვენ ხა ინფორმაციაზე ვსაუბრობთ რაღაც შეგრძნებებზე და ემოციებზე და ასე შემდეგ არ ვსაუბრობთ რა ეს ამის მერია ყველაფერი ჩვენ საუბრობთ მდე რაც არის აი საფუძველში ვართ ახლა რა ინფორმაციასთან რომ მიხვიდე კოორდინატები გჭირდება სწორ ადგილამდე რომ მიხვიდე გჭირდება სწორი მისამართი ერთ-ერთი მისამართი ასეთი სულის არის ფუნქციონალური უტილიტარიზმი ანუ მაგალითად ჩაის ერთჯერადი ჩაი მაგრამ გამოწურა გადააგდო ხო არ ენანება ის არავის ზოგიერთ ენანება ბოლომდე გამოწურავს ხოლმე მაგრამ მაინც ნაგვის კუჩის მაგის დანიშნულებაა ის აი და ცუდი მაგალითი მომყავს შეიძლება უხეში მაგრამ ფუნქციონალური უტილიტარიზმის გარეშე სულამდე ვერ მიდიხარ ვერ გებურობს საერთოდ რა არის სული არ შეიძლება დაამატლო შენი შენს მიერ გადაწყვეტილების მიღება შენს თავს. აუ მე ახლა იქ კი უნდა წავიდე, მაგრამ აუ რაღაცა ისე რომ ვერ იყოს, რაღაცა მე აი ესეთი ფიქრები რო ეწევა ადამიანს, ხო? მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცახი რა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ რაღაცას ახლა ამ წუთას შენ თავს ანუ სულის სიზარმაცე ქვია ამას რა. სულამდე მისვლა გეზარება. მე თუ რამე ცუდი მოხდება შენ სხვას აღარ უნდა დააბრალო თუ რაღაცაზე ნაწყენი დარჩები თუ რაღაც უკმაყოფილების განცდა გაქვს ვერაფრით ვერ იკმაყოფილებ ბედნიერებას ვერ პოულობ შენ სადღაც გეზარება შენს თავთან მისვლა გეზარება ამიტომ გამოსახულებას როდესაც ვერ ადგენ ეს იმას ნიშნავს რომ შენ ფუნქციას ვერ პოულობ იქ